ამერიკის ფასო მეგობრებო 2026 წელი ქრისტეშობიდან ჩვენთვის დაიწყო ძალიან კარგი ამბებით. საკუთარ რეზიდენციაში ამერიკის სპეცრაზმა დააპატიმრა ვენესუელას დიქტატორი ნიკოლას მადურო, რომელიც ყველაფერთან ერთად აღიარებდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს დაუძინებელ მტრად. მაგრამ ვენესუელას პრეზიდენტი საქართველოს დიქტატორ ტირან ივანიშვილთან შედარებით ფრთიანი ანგელოზია. რაც ამ არსებამ საქართველოს დაუშავა, 1000 მადურო ვერ გააკეთებდა იმას. მოსპო დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, წაგვართვა თავისუფლება, მიითვისა ყველა ეროვნული სიმდიდრე, სახელმწიფო ჩაიდო ჯიბეში და აჩუქა ჩვენს მტერ ოკუპანტს, საქართველო გადააქცია კორუფციის და პირადი გამდიდრების ბუდეთ, მოაწყო დემოგრაფიული გენოციდი, ნახევარზე დაბლა დაიყვანა ქართველთა შემადგენლობა და დაიწყო მასობრივი არაბიზაცია, შეუდგა საერთაშორისო კონვენციური დანაშაულის თითქმის ყველა პუნქტის განხორციელებას, აკრძალა სიტყვის თავისუფლება, მიტინგები, დემონსტრაციები, გაუქმარჩევნები, დემოკრატია, ციხეები გაავსო პოლიტიკური პატიმრებით, საქართველო გადააქცია რუსი ოლიგარქების შავი ფულის გასათეთრებელ ბიტკოინების, ნარკოტიკების, იარაღის კონტრაბანდის სივრცეთ, გაერთიანა ყველა დიქტატორული ტოტალიტარული ქვეყნის ინტერესები თბილისში და გადააქცია ჩვენი ქვეყანა ანტიდასავლური პროპაგანდის ცენტრად და რაც საშინელება ყველაფერთან ერთად გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღიც. ვინაიდან საქართველოში გაუქმებულია მართლმსაჯულება და სასამართლო ხელისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს საერთაშორისო უნივერსალური იურისდიქციის ნორმათა შესაბამისად გასცენ დაპატიმრების სანქციები საქართველოს ტირან დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე. ვთხოვთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ევროკავშირის ხელმძღვანელებს საერთაშორისო საპოლიციო სპეციალურ ოპერაციას, რათა ივანიშვილი იქნას დაკავებული და წარდგენილი საერთაშორისო ტრიბუნალზე და ეს უნდა გაკეთდეს, რაც შეიძლება ჩქარა, რაც იქნება საქართველოს გადარჩენა, დემოკრატიის აღდგენა და სახელმწიფოებრიობის სრული რეანიმაცია. ისევე როგორც ლეიბორისტულმა პარტიამ შეუსრულა ივანიშვილის დაპირება დასანქცირების თაობაზე, ასევე იქნება ეს დაპირება შესრულებული, ამას შეეჭვი არავის შეეპაროს და ამ დიდ ბრძოლაში თავისუფლებისათვის გაიმარჯვებს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. ბოროტების ადგილი ღვთისმშობლის წილხოთ ქვეყანაში არ არის. ეს ჩვენმა ისტორიამ დაამტკიცა არაერთხელ და ძალიან მალე ეს ქვეყანა და ჩვენი თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხი იქნება გამარჯვებული იმ გველეშაპზე, რომელიც აი ამდენი წელი სისხლს სწოვდა ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების და ითვისებდა ჩვენს მომავალს. აი ასეთი ბედი ეწევა ყველა დიქტატორს, ვინც ვერ გათვლის და ვერ გაითვალისწინებს სადაა და რა ეპოქაშია. დღეს ახალი მსოფლიო იქნება, ირღვევა ძველი მართლწესრიგი, იქნება ახალი სამყარო და ივანიშვილის ბანდა საქართველოს მიაქანებდა ჯურღმულისაკენ, შუა საუკუნეებრივი, სადაც ჩვენ ძლივს გამოვაღწიეთ, ისევ იგვაბრუნებდა. შესაბამისად, ქართველი ხალხი არ დაუშვებს და ჩვენი მოკავშირეები იმას, რომ საქართველო ეს უძველესი ცივილიზაციის სამშობლო და ევროპული ცივილიზაციის აღმოსავლეთი ფორპოსტი დარჩეს მოსკოვ, პეკინ, თეირანის და ტოტალიტარული სახელმწიფოების ბლოკში. ხოლო ვინც ამის განხორციელებას შეეცადა და შეეცდება, ისინი მიხვებიან უკან ნიკოლას მადუროს. ეს დაიმახსოვროს ყველამ ძალიან კარგად და ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ იმ შედეგებს,
რაც მოხდა კარაკასში უკვე საქართველოსთან მიმართებითაც მოგეხსენებათ საერთაშორისო სამართალი არის პრეცედენტული და რაც მოხდება ერთ ადგილას როგორც წესი ის ჯაჭვური რეაქციით ხორციელდება სხვაგანაც დაველოდოთ შედეგებს მინდა გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები და გამარჯვებები მადლობთ